ვიზიტების დაბლოკვის შემდეგ ახლა სახელმწიფო პარტია ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტებში მონაწილეობას უკვე საკუთარ ქვეყანაშიც კი უკრძალავს. ეს ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ის მიესალმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში, თუმცა აქვე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მეგობარი ქვეყნის პირველი პირთან შეხვედრის და შესაბამისად სათანადო მასპინძლობის. აქვე საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაბამისი უწყებები არ აძლევენ ინფორმაციას, არ ატყობინებენ რაიმე მაღალი რანგის ვიზიტების შესახებ და შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ამ ვიზიტებში მონაწილეობას ვერ ახერხებს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ განმარტავენ ამ საკითხს ქართული ოცნების დეპუტატები, ზოგადად ქართული ოცნების ლიდერები, როგორ იმართლებენ თავს, თუ რატომ ბლოკავენ საქართველოს პრეზიდენტს ისეთი მაღალი რანგის შეხვედრებსა თუ ვიზიტებში, როგორიც იყო მაგალითად სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, თუმცა ოპოზიციამ უკვე მოუძებნა ახსნა ქართული ოცნების ამ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ზოგადად ინსტიტუტის მიმართ, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ეს არის პირადი შურისძიება ქართული ოცნების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ეს არის სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა და სწორედ პირადი მიზნების და ინტერესების გამო ქართული ოცნება ამ ინსტიტუტს შეურაცხყოფს და ფაქტობრივად გამოდის, რომ ინსტიტუციები ვერ კოორდინაცია მათ შორის არ ხდება, დარღვეულია ეს კოორდინაცია, რაც ბუნებრივია ქვეყანაზე და მიმდინარე მოვლენებზე აისახება. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამ გადაწყვეტილების უკან ხედავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს ევროპული კურსი, ეს მიუღებელია ქართული ოცნებისთვის და ისინი ყველა ვიზიტში სალომე ზურაბიშვილს ბლოკავენ. ისინი აგრძელებენ ზურაბიშვილის დასჯას თუ ხალხისთვის ამის ჩვენებას. გავიხსენოთ რისთვის? იმისთვის, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად იცავდა და წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. ასეთი რამე როგორც წესი ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება. რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ხოლმე ინსტიტუციური თუ პერსონალურიც კი დადაბულობები ან მიუღებლობები პრეზიდენტებსა და პრემიერებს შორის. ეს არ არის საქართველოს ამით არ არის გამონაკლისი, მაგრამ გამონაკლისია იმით, რომ თავს უფლებას აძლევს მთავრობა დადგეს ინსტიტუციურ მოწყობაზე მაღლა. რომ აქ საუბარი გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტთან და არა კონკრეტულ პიროვნებასთან. პრეზიდენტი, როდესაც ჩამოდის, ის ატარებს თავის დონეზე შეხვედრებს. ანუ მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, კონკრეტული პიროვნება მოწონს თუ არა ქართულ ოცნებას. ისევ და ისევ მივდივართ იქ. ქართული ოცნება, რაც მოვიდა ხელისუფლებაში, ის შიგნავს და აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. მიადგება სახელმწიფო ინსტიტუტს და აზიანებს, მიადგება სასამართლოს და აზიანებს. ახლა როგორც ჩანს, ის ვერ ხედავს სხვაობას პრეზიდენტსა და კონკრეტულ პიროვნებას შორის და აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ისინი ხედავენ პრეზიდენტში საფრთხეს, რომელიც განსხვავებულ პოზიციაზე ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც. ამიტომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პოზიცია მნიშვნელოვანი იყო საკითხზე, რომ გამოთქმული იყო, მაგრამ ამ მოცემულობაში მე არ ველოდები იმას, რომ რაიმეს შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილი ან ქართული ოცნება პრეზიდენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ცალსახად ეს არის ცივი ომის ფაზა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა კონსტიტუციის ფარგლებში არიან მნიშვნელოვნად აცნილები. ასეთი პიროვნული განწყობის გამო, ანუ პიროვნული შეუთავსებლობის თუ არა სასურველი მათი განწყობების გამო პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის იმიჯს აზიანებ და უნდა ესმოდეს თავრობას, რომ ეს კი არ არის რაღაცა შურისძიების აქტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, პრეზიდენტის მიმართ. ეს არის ინსტიტუციური შეურაცხყოფა და ქვეყნის იმიჯი ზარალდება, იმიტომ რომ გარედან უნდა შეხედო, აი გარედან გულისხმობ სწორედ პარტნიორების თვალით უნდა შეხედო ნებისმიერ ქცევას, ქმედებას, რომელსაც ახორციელებს თავრობა და ალბათ ვიღაც მაინც მიხვდება, რომ არ შეიძლება ინსტიტუტებით თამაში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს არაფორმალური შეხვედრა მთაწმინდაზე გაიმართა. ამ ვიდეო კადრებს ავრცელებს თავად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია, სადაც ჩანს, რომ მასპინძლობს ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, თუმცა აქ პრემიერის ადმინისტრაციას და მათ შორის სხვა უწყებებს არ გახსენებიათ პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი. როგორც მისი Facebook სტატუსიდან ვიგებთ, როგორც ჩანს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ვიზიტისას და შეხვედრებისაც საქართველოს პრეზიდენტი იბლოკება და ეს ინფორმაცია საერთოდ არ მიდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე, რადგან როგორც საულმე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ზოგადად დანერგილია პრაქტიკა, რომ ასეთი შეხვედრების დროს ინფორმაციას არ ატყობინებენ საქართველოს პრეზიდენტს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტისას. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.